ისევ დაბრუნდა პირდაპირ ეთერში კიდევ erთხელ ვლოცავ ქალბატონ მანენა მამისაშვილს 2 მილიონი ვეღარც დავიმახსოვრე რამხელს ახალ 2 მილიონი აი მეცით რა თქვა დასწრამეთი ხო არ შემიძლია არ უთხრა მაყურებელს რომ აი რო არ მომეგო ეს თქვენთან გადაცემაში ხო ვერ ანუ ღირდა 2 მილიონი თქვენ გაცნობათ მადლობა კიდევ ერთხელ ის აგზიჯერ კიდევ ჩვენი სტუმარია რეკლამამდე ვახსენე რომ არანაკლები მილიონები დაждდა საირმის რეკონსტრუქციას სწორედ ამაზე ვისაუბრებთ მთელი შემდეგი გადაცემა ანუ ეს ნაწილი ჩვენი სტუმარია კომპანია საირმეს პარტნიორი კომპანია ბრენდი ჯიზ ბრენდ ადვაიზერი ქალბატონი ანა ქაბზინაძე ზანა დამება თქვენი რეგალიები ჩამოყვაში გამარჯობა დიდი მადლობა მოგზანებისთვის მე ეჭვმაქ რომ 2 მილიონ ლარზე მეტი დაждდება ეკაურობა და მე მგონი მეცად შემოიტანს მე ნამყოფი ვარ ძალიან ადრეულ ახალგაზრდობაში ჯერ კიდე კომუნისტების დროს ეს არის მან ხა თქვენ რა გესწორ ნანახი გაქვთ ეს ულამაზესი ეკაურობა და დადიოდა ასეთი ლეგენდა იმის შესახებ რომ არ გადააქცია სპეციალურად ბჟავანაძე ესო საერთაშორისო საკავშირო კურორტათო იმიტომ რომ ძალიან გაძვირდებოდა და მე არ ექნებოდა ხალხს საშუალება რომ არ ვიცი მართალია თუ არა მაგრამ საოცარი სანახაობა რო იყო ეს არასოდეს არ დამავიწყდება ნამდვილად და არჩევანაძე მაგარ გააძვირა და აღარც ეხლა არაძვირებენ თუ როგორ არის ახლა არაძვირებენ რა თქმა უნდა ძალიან კარგი მომსახურება აქვს თვითონ კურორტზე საოცრება რაც ტელევიზორში გვაქვს ნანა საოცრება მე პირადად რო ვიყავი ისეთი გარემო და ისეთი ბუნება არის რომ ნუ აი ამას ვერ აღწევ ის აუცილებლად და წლის ყოველ დროს კი პირობები გადასაუკეთ მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენ საყვარელ მინერალურ წყალზე აი ნამდვილადისთვის ხელში მიჭირავს ეს ხალხი შეცდომას რომ ეს ბოთლები მახსოვს პატარობიდან ასეთი ბოთლები იყო სწორედ ამ ბოთლით გამოდიოდა თავი ანა რომელს მირჩევ უგაზოს მივეტანო თუ გაზიანს ამ შემთხვევაში მე ახლა ვსვამ ჩვენი დღის შოუ ჭიქითა უგაზოს ჩვეულებრივ წყალს და ძალიან გემრიელია მე გაზიანს მივეტანები თუ შეიძლება კი ბატონო ვინც პახმელიაზე გაზიანი არ ვარ პახმელიაზე მაგრამ გაზიანი მიყვარს აბა ანა მე ვახსენე რომ დავიწყოთ ხო ავ კარგიანობაზე ვისაუბრეთ იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრ ამაში შეიძლება გამოიყენოს წყალი საირმე პირველ რიგში კი არა და მეორე რიგში უკვე რომ ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ და ძალიან მიხარია რომ ეს თემა ძალიან აქტუალური და საინტერესო გახდა რომ ჩემთვისაც ძალიან ახლო იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ამ პროექტზე ვმუშაობ შეიძლება საიდუმლო უთხრა ჩვენ მაყურებელს შეიძლება ანას ღამე ესიზმრებოდა ბოლო წლის განმავლობაში როგორ იბერება ბოთლები როგორ იხურება როგორ ანუ თავიდან ბოლომდე მისი ახალგაზრდობა როგორც თვითონ ამბობ შეეწირა საირმეს რატო შეეწირა საირმეს იმიტომ რომ მთლიანად მეც და რა თქმა უნდა ჩვენმა გუნდმა იმდენი შრომა და ჯაფა ჩავდეთ რომ ეს თქვენამდე მოგვეტანა და თქვენ მოგწონებოდათ იმდენი შრომა და ჯაფა ჩაიდო რომ ალბათ მთელი სეზონის განმავლობაში რომ შემეძლოს ამაზე ლაპარაკი ვერ მოვჭერდო ვერ დავასრულებდი ლეგენდაზე მკითხეთ კი აფგანიანობაზე მოდი არსებობს რაღაც ლეგენდა როგორ ხიბოვეს ეს წყალი მოდი ამაზეც ვთქვათ ჩვენს კი ძალიან საინტერესო ლეგენდა არის ჯერ მინდა აღვნიშნო რომ მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს ეს წყალი თვითონ ეტიკეტზეც არის დატანებული რომ 1899 წლიდან არის არსებობს ორი ტიპის ლეგენდა ერთი არის რომ თვითონ მონადირეებმა დაჭრილი ირემი შენიშნეს და მის კვალს მიყვნენ და თვითონ ეს ირმები ეწაფებოდნენ ამ წყალს და გარშემო იყო მარილი და კი ძალიან ნუ კი ისე ვამბობ გეგონება ვეცო ჭრილობებს იშუშებდნენ ასეთ როგორც ხალხური თქმულება გვეუბნება და არის მეორე ლეგენდა რომელიც წყემსებმა აღმოაჩინეს უბრალოდ ერთხელ იყვნენ გასულები და სადღაც აღმოაჩინეს ერთი ადგილი სადაც აი ყოველთვის ბალახი იყო ზამთარშიც კი და მერე შემდგომ არ ამოთხარეს ეს ამოხეთქა ამ გაზირებულმა მინერალურმა წყალმა და იმიტომაც არის ზოგან თვითონ საირმის ტერიტორია ზოგან წყაროდ მოედინება და ზოგან ჭაბურღილებიდან კი ჭაბურღილებიდან მე გავსვით გაზიანი და ძალიან გემრიელია ჭიქაში ვერ მასხავ მე მაპატიეთ თუკი შემთხვევით დამინახავთ რომ ბოთლიდან ვეწამებ ჩვენ ვიცით სხვა მინერალური წყლები და სხვა წყლები ხა სახელებს არ დავასახელებ რეკლამაში ჩაგვეთლება და რატო დაჭირდა საირმეს ამდენი ხანი რომ ესე ამოტივტივებულიყო ბაზარზე კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა კითხვისთვის თვითონ საირმეში როგორც აღნიშნე 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს კვლევები შემდგომ აღმოჩნდა რომ ერთი მინერალური
ტიპის წყალი კი არ არის, არამედ ეხლა ითვლიან 9 ტიპის სხვადასხვა ტიპის მინერალური წყალი ამოდის მიწიდან. იქ თვითონ ჭაბურღილები და წყაროები უფრო მეტია, მაგრამ თვითონ უნიკალური განსხვავება 9 ტიპის მინერალურ წყალს რა განსხვავებებია დიდი ბოდიში ამ 9 სხვადასხვა ტიპის წყალში? მოდით აი დავუშვათ რადგან მოტანილი მაქვს ეს ეს არის წყალი, ეს არის გაზიანი და ეს არის საირმის ლუდი. ეს პროდუქტი გამოვა წლის ბოლოსთვის. ადრე საერთოდ საირმე, როგორც თქვენ ახსენეთ, სამკურნალო თვისებებით იყო შემკული, ეხლაც რა თქმა უნდა ესეა და სამკურნალოდ გამოიყენებოდა. მაგრამ ძირითადად კუჭ-ნაწლავის და ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს. ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, სამკურნალო თვისებები აქვს და ჩვენ დიდი ამ 3 წლის განმავლობაში დიდი კვლევების შედეგად აღმოვაჩინეთ დავამტკიცეთ უბრალოდ რომ პირიქით საირმის მირთმევა ყოველდღე შეიძლება. ეს არის მინერალების ისეთი კომბინაცია. შეიძლება და დიდი რაოდენობით. საერთოდ ამბობენ, მაგრამ ეს არის დამოკიდებული, საერთოდ ქართული ბუნების მადლი, რაც ჩვენი ეს კონცეფცია არის, საირმის კონცეფცია, გაიზიარეთ ქართული ბუნების მადლი. საერთოდ თქვენი სლოგანია? გაიზიარე ქართული ბუნების მადლი. ვაიმე. და თვითონ ეს საირმე ყოველდღიურად შეხვდეთ თვითონაც აწერიათ რომ მიირთვით ყოველდღე. ანუ ჩვენ ვცდილობთ რომ მომხმარებელს მივუძიოთ ეს გაზიანი უბაზო წყალი. ეს არის გაზიანი, საირმე გაზიანი. ყოველდღე შეიძლება? დიახ, ყოველდღე შეიძლება და პირიქით რეკომენდებული. ხომ თქვენ არაფერი თქვით აი მესამე ბოთლზე რომელიც წლის გამოვიდა. ხო. ეს არის ჩვეულებრივი წყალი, ძალიან მომწონს ამის სახელი საირმის ნაკადულები. ძალიან ემოციები ნაკადულის გემოა. და კენჭები ახატია ძალიან ლამაზი ეტიკეტი. ძალიან ლამაზი. ხო, კიდევ მინდოდა უნიკალური მინერალების კომბინაციაზე გამესვა ხაზი. კალციუმი 150-260. ჰიდროკარბონატულ ნატრიუმ კალციუმიანი. დიახ, ეს არის იშვიათი ტიპის წყალი. ჩვენ ენაზე მოდი ადამიანურზე ჩვენ ვერ მივხვდებით ხა კალციუმი ნატრიუმი რას ნიშნავს. კი ნატრიუმი არის მარილი, ხო? არა, კი, მაგრამ ყველამ რო გაიგოს, ანუ მოყურებელმა. საერთოდ საქართველოში გავრცელებულია ჰიდროკარბონატულ ნატრიუმიანი წყლის ტიპები, მაგრამ საირმეს აქვს უნიკალური თვისება, ის კალციუმსაც შეიცავს და ამითი, ასე ვთქვათ, გამოირჩევა. ანალოგია რა აქვს სოფლიოში? აი, მაგალითად ავიღოთ ფრანგული ცნობილი გაზიანი წყალი პირიე ან სან პელეგრინო. რა ხდება შიგნით? სოფლიოში, რა თქმა უნდა, არსებობს ესეთი ტიპის წყალი, უბრალოდ არის ძალიან შეზღუდული რაოდენობის და ძალიან ცოტას თუ აქვს ასეთი ბევრი ჯანსაღი მინერალები ერთ კომბინატად მოქცეული. ხედავ შენ? კი, ნამდვილად. თან ჯერ ერთი ეს ჩვენი არის, ჩვენი მიწიდან ამოდის და ფასით ძალიან მომეწონა 60 თეთრიღის სულ მეგობრებო, კი. დიდი განსხვავება. ვიშის წყალის სუდა, ვიშიზე წასვლა ყველას არ შეუძლია. ნამდვილად. ამ გაზიან ჯუბაჟების გაკეთება დილობით შეიძლება? ჩამოსხმულით არა შეგიძლიათ საირმეში წამზადი გენაცვალე დაისვენე იქ და კაკუდილის ჯუბაჟი. იყო ესეთი მოსაზრება, რომ დაუშვათ ამ წყლის მიღება სასურველი ადგილზე მოხდეს. პირიქით ტექნოლოგიურად ახლა ისე, რა თქმა უნდა, ადგილზეც კარგია, მაგრამ ახლა ტექნოლოგიურად ისე დაიხვეწა ეს ქარხანა და იმდენი ინვესტიციები ჩაიდო ამაში, რომ ტრანსპორტირებისას აი ერთ გრამ მინერალსაც 1 წლის სხვა აქვს შუშის ბოლს და 6 თვე აქვს პეტის ბოლს. მოდით ამაზეც აი მოიწევს მე დაიწყეთ და აღარ დაასრულეთ. ეს არის საირმე ტრადიციული, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. აი ჩვენი უფროსი, არ ვიცი ჩვენი უფროსი, რომ ყოველს უფროსის თაობას ახსოვს, რომ საირმე გამოიყენებოდა მხოლოდ მკურნალობისთვის. ზუსტად ეს პროდუქტია, რომელიც კუჭნაწლავის მიკურნალოთ. კუჭნაწლავის, როგორც ეს ჯერ არ გამოსულა წლის ბოლოს იქნება. კი, ეს არის გემო მაინტერესებს. წლის ბოლოს აუცილებლად გადასცემს და აქვს აკეთიკით. არა, რამდენიმეა და ესე
და მინდა აღვნიშნო, რომ რადგან ეს სამკურნალოა, გაიყიდება მხოლოდ აფთიაქებში ეს მომხმარებლისთვის, რომ იმან მათ განასხვავონ რისთვის არის სხვადასხვა ანოტაცია მოყვა. იყო დრო, როდესაც იყიდებოდა მხოლოდ აფთიაქებში. იყო ეს დროც. აუცილებლად მოყვება ანოტაცია თუ რისთვის იქნება სასარგებლო. ექიმმა უნდა გამოგიწეროს არის. ალბათ ექიმის გამოწერა ჭირდება. არ ამგონია. საერთოდ ჭირდება, უღონც ეს არის სხვა წყარო, ნომერი 4 წყარო არის, რომელიც აი განსაკუთრებით, მაგრამ ეს არის ისტორიულ, ნომერი 1 და ნომერი 4 წყარო არის იქ ისტორიულად. ნომერი 1 და 4. ეს არის პირველი წყაროდან და მინდა აღვნიშნო, რომ შეზღუდული რაოდენობით არის, იმიტომ რომ ეს ძალიან ძვირფასი ქართული ბუნების მადლია ჩვენთვის. მოკლედ წლის ბოლოდან შეგვეძლება ვიმკურნალოთ, მოვიწესრიგოთ ნივთიერება და ცლა, კუჭნაწავი პერისტალტიკა და კიდევ ბევრი სხვა რამ. მაგრამ მე ძალიან მომწონს, რომ საირმის გამოყენება თურმე კოსმეტოლოგიაში არის ძალიან კარგი, თურმე კულინარიაში და კიდევ ძალიან ბევრ სხვა დარგში. მოდი ეს რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ ამ თემაზე. მოკლედ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით დროებით.